ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია კვლავ გამოხმაურებების თემაა. მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით საქართველოს მუდმივ მოქმედი საპარლამენტო დელეგაცია ევრონესტის სესიებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. მიზეზი მათივე განმარტებით საქართველოს მოსახლეობის ნების უგულვებყოფა და საქართველოსადმი მტრული, უსამართლო და პოლიტიკურად მიკერძოებული დამოკიდებულებაა. რეზოლუციაში 2024 წლის არჩევნები გაყალბებულად, ხელისუფლება კი თვითგამოცხადებულად არის მოხსენიებული. სხვა კრიტიკულ შეფასებებთან ერთად დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა დემოკრატიის უკუსტვა გამოიწვია. რეზოლუციას გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრიც მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ევრონესტის დელეგაცია ქართველ ხალხს ვერ მიუთითებს, რა მიმართულებით უნდა წაიყვანოს საკუთარი ქვეყნის განვითარება. ევრონესტი შექმნილი იყო იმისთვის, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან შექმნილი იყო საპარლამენტო თანამშრომლობის განვითარების პლატფორმა და სამწუხაროდ ამ ინსტიტუტმა მხოლოდ და მხოლოდ სხვა მიმართულებით გააგრძელა მუშაობა. ეს არ არის ერთგვარი საკლასის დამრიგებლების გაერთიანება, რომ მათ ასწავლონ მეზობელ ქვეყნებს თუ როგორ უნდა წარმართონ ქვეყნის შიდა პოლიტიკა, რა ჭირდება ამ შემთხვევაში ქართველ ხალხს. ჩვენ გვყავს არჩეული ხელისუფლება, ეს არის დემოკრატიული ქვეყანა და ევრონესტის დელეგაცია ვერ მიუთითებს ქართველ ხალხს თუ რა მიმართულებით უნდა წაიყვანოს საკუთარი ქვეყნის განვითარება. ეს პლატფორმა არასდროს ყოფილა ამ მიზნით შექმნილი, არც ერთ მის დოკუმენტში არ წერია, რომ ამისთვის იყო ევრონესტი შექმნილი, რომ მეზობელ ქვეყნებთან ასეთი დამოკიდებულება უნდა ყოფილიყო ევროპარლამენტის დელეგაციის მხრიდან. სამწუხაროა თუ როგორ განვითარდა ასე ვთქვათ მუშაობა. საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში არის სწორი, გამომდინარე იქიდან, რომ პლატფორმა სადა რომელიც შექმნილია თანამშრომლობისთვის, თუმცა ამ მიზანს აღარ ემსახურება, რა თქმა უნდა, ის ვერ იქნება საინტერესო ჩვენთვის.